მოგესალმებით ჩემს გამომწერებს, ჩემი არხის სტუმრებს. დღეს გადავწყვიტე ცოტა ესეთ უჩვეულო შეკითხვით შემოგიერთდეთ. გავაკეთებ ესეთ შეკითხვაზე საჯარო გაშლას, თუ როგორი კარმა გაქვთ დაგროვებული ცხოვრების ამ ეტაპზე და რა დაგეხმარებათ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესოთ თქვენი კარმა. ნუ ახლა მე ვფიქრობ, რომ გეცოდინებათ კარმის მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ძალიან გონიერი და ძალიან გათვითცნობიერებული მსმენელები მყავს, გამომწერები და ძალიან მიხარია, მაგრამ თუ ვინმე ახლა არის ისეთი ადამიანი, ვისაც ვთქვათ, ესე დეტალურად სიღრმისეულად არ გაურკვევია ეს დეტალები, მათთვის ვეცდები, რომ მაქსიმალურად გასაგებად და მარტივად ავხსნა, რას ნიშნავს ახლა კარმა, ხო? ძალიან მარტივად ერთ ქართულ ანდაზაში შემიძლია ჩავატიო კარმის მნიშვნელობა, რასაც დასთეს იმას მოიმკი, აი ზუსტად ამას ნიშნავს კარმა. ანუ ის, რაც გაგვიკეთებია დღემდე, აი ეს ყველაფერი რა შედეგს გამოიღებს, თუნდაც სამომავლოდ, უშუალოდ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს შთამომავლობაზე, თუნდაც სამომავლო შვილებზე, შვილიშვილებს ზოგადად და თუნდაც შემდგომ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ანუ ხა კარმა არ მოიცავს მხოლოდ ამ ცხოვრებას, უბრალოდ ეხა ვისაც რეინკარნაციის არ გჯერათ, ჩემთვის ეგეც გასაგებია, უბრალოდ მაინც თითოეული ჩვენი ქმედება სამომავლოდ მაინც წინ გვხვდება, ჩვენ თუ არა ჩვენს ახლობლებს, ხო? ამიტომ გავაკეთოთ ესეთი საჯარო გაშლა. რა კარმა გვაქვს დაგროვებული ახლა და რა დაგვეხმარება ამის გაუმჯობესებაში კიდევ უფრო მეტად. ვარიანტები არ ვიცი რამდენი მინდა. თან სხვათა შორის დიდი ხანია ეს დასტა არ გამომიყენებია და მოდი დღეს გავაკეთოთ თოტის დასტით. ალისტერ ქროულის თოტის დასტით. შორს ძალიან მიყვარს ეს დასტა. მაგრამ იშვიათად ვიყენებ ხოლმე საჯარო გაშლებში. პირველი ვარიანტი. როგორი კარმა გაქვთ დაგროვებული და რა დაგეხმარებათ მის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. მეორე ვარიანტი, როგორი კარმა გაქვთ, რა დაგეხმარებათ მის გაუმჯობესებაში და არ ჩანს. და მესამე ვარიანტიც უნდა ჩავდიო საქმე, როგორი კარმა გაქვთ და რა დაგეხმარებათ მის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. ჩანს ხომ? მოდი ვარიანტებისთვის იყოს პირველი ეს ამაზონიტის ქვა. მეორე ვარიანტისთვის იყოს უდაბნოს ვარდი, ცოტა ცუდად ჩანს, აი არა უშავს. და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს პატაძინა ლაბრადორიტი. ჩავიფიქრეთ ერთ-ერთი. მე კი დავიწყებ. პირველი ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრეთ ამაზონიტი. სხვათა შორის ეს საქართველოშია ნაპოვნი. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და ძალიან მიხარია. რაცა საქართველოში ცოტა ხოლმე ესეთ როგორი კარმა გაქვთ დაგროვებული. მე მგონია რომ აქ ხართ ისეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ თქვენს თავზე. ასევე მგონია რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახი, თქვენი, ნუ ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი ოჯახი, ნათესავები და ასე შემდეგ, მაგრამ აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის შეგიძლიათ რომ მართლა ყველაფერზე წახვიდეთ, შეგიძლიათ რომ თუნდაც საკუთარი თავი უკანა პლანზე დაგეწიეთ და მათი ინტერესები უფრო წინა პლანზე დაგეყენებინათ, ვიდრე საკუთარი თავი, რაღაცნაირად თქვენში იკვეთება ეს მომენტიც, რომ ხართ ძალიან ქველმოქმედი ადამიანიც შესაძლოა. ახლა თქვენ რამდენად აღიარებთ მაგას, ეგეც ალკე თემაა, მაგრამ აი რაღაცნაირად სულს აი დახმარება, სხვის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, აი რაღაცა სხვათა შორის ძალიან ესეთი გუნდში მომუშავე ადამიანი ხართ, თითქოს გიყვართ რაღაცების სხვა ადამიანებთან ერთად კეთება და ესე მარტო
მე თვითონ ადამიანი არ უნდა იყოთ. აი ორიენტირებული ხართ საზოგადოებაზე, ძალიან კაცს მოყვარული და ძალიან ჰუმანური ადამიანები ხართ. შეიძლება თქვენი სამეგობრო სანაცნობო წრეც იყოს აი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გიყვართ ისეთი, როგორიც არის და ცდილობთ, რომ არ განასხვაოთ ადამიანები, თუნდაც მათი ეროვნების, მათი რელიგიის, მათი სოციალური ფენის თუ ასე შემდეგ. აი რაღაცნაირად უპირობო სიყვარულის უნარი გაგაჩნიათ თქვენ, მაგრამ აქ ყველაზე ესეთი რთული როგორ ანუ ყველაზე ესეთი გამოკვეთილი, რაც მე ვფიქრობ, რომ სამუშაო შეიძლება რა გქონდეთ, ეს არის ის, რომ ნუ ცდილობთ დათრგუნოთ საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ასე ამოვნოთ. ნუ გადააბიჯებთ საკუთარ სურვილებს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის, რას იფიქრებთ. აი აქ რაღაცნაირად სასწორები შეიძლება იყოთ უმრავლესი თქვენგანი, მაგრამ ასე რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი, ყველასთან ასე არ იქნება. უბრალოდ აი თქვენ ხართ ადამიანები, რომელიც თქვენი ახლობლების დასაცავად, თქვენი ახლობლების კეთილდღეობისთვის აი მართლა ყველაფერს რო გააკეთებთ. ეგეთი ხალხი ხართ და თუნდაც ეს სიტუაციები თქვენ გაზარალებდეთ, აი მაინც შეიძლება რომ იყოთ ხოლმე ამ ყველაფერზე თანხმდა. ეს ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგოს თრგუნავთ და იდეაში ეს შემდგომ შესაბამის ადგილს მე ეს ძალიან დაფასდება, მაგრამ ცოტა ხართ, ცოტა თქვენ თავზეც იფიქრეთ ხანდახან. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა დაგეხმარებათ იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესოთ თქვენი კარმა და აქ ესეთი პასუხი მოვიდა. თქვენ გჭირდებათ ისწავლოთ, რომ რაღაცები სრულდება. ისწავლეთ და გაიაზრეთ ის, რომ არის შემთხვევები, როცა ურთიერთობები შეიძლება კარგად იწყება, მაგრამ ხანდახან ადამიანები მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან. ნებით თუ უნებლიეთ უწევთ, რომ დაგვტოვონ. ყველა ურთიერთობა სამუდამო არ არის. და ეს უნდა გაიაზროთ, რომ ნორმალურია. არ ჩაიციკლოს წარსულზე. ეცადეთ. გაუშვათ ხოლმე რაღაცეები, როცა ამის დრო და საჭიროება დგება, იმიტომ რომ მე რა მახულებს ეს და იმიტომ რომ არის ეგეთი სიუჟეტი ხა რასაც უყურებ, რომ შესაძლებელია ზედმეტად ებრაუჭებოდეთ წარსულს. აქ სხვათა შორის აი წარსულში განცდილი რაღაცა ემოციური დანაკარგი. რაღაცები, რაც ვერ დაასრულეთ, ვერ გადახარშეთ. აი ამ ამბავზე ხართ ძალიან ჩაციკლული, თითქოს. და ზუსტად ეს არის. თქვენ გჭირდებათ, რომ ეს მიჯაჭულობები თუნდაც ადამიანებთან აი ეს ჩაციკლა და ჩაბღაუჭება, ჩაციკლა არა, უფრო ჩაბღაუჭება, ხო, რო არ უშვებ. აი ეგ უნდა ისწავლოთ რა. აი მარტივი შედარება რომ მოვიყვანო, ხო? პატარა ბავშვი სანამ ფეხზე სიარულს ისწავლის, ხო, ჭირდება მშობლები რომ დაეხმაროს ამ ბავშვს ხელი ჩაკიდონ მშობლებმა, რომ ფეხი აიდგას და ისწავლოს, მაგრამ რაღაცა მომენტში საჭიროა რომ ხელი გაუშვა ბავშვს, რომ თვითონ დამოუკიდებლად აკეთოს რაღაცები. აი ეს ხელის გაშვების მომენტი გიჭირთ ძალიან. არ არის აუცილებელი რომ ადამიანები თქვენგან ფიზიკურად მიდიოდნენ და გტოვებდნენ, შეიძლება უბრალოდ გიჭირდეთ სეპარაცია ადამიანებთან, სეპარაცია, ანუ აი ეს განცალკევება. შეიძლება იყოთ მშობლები, რომლებიც დღესაც ძალიან აქტიურად ხართ ჩართული თქვენი შვილების ცხოვრებაში და გიჭირთ იმის გააზრება, რომ ისინი რომ გაიზარდნენ და დასრულები რო არიან, არ გინდათ მაგის აღიარება, იმიტომ რომ შეიძლება გეგონოთ, რომ აი თუ მათ ცოტა უფრო მეტად გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ თითქოს მათთვის საჭირო აღარ იქნებით და ეს ასე არ არის. მშობელი ყოველთვის საჭიროა, ყოველთვის ძვირფასია, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვს რომ ეხა 5 წლის ბავშვს რო ჭირდება მშობელი, ისე აღარ დაჭირდება, რა ვიცი, ეხა
20-25 და 40 წლის ადამიანს. ანუ არ დაჭირდება ფიზიკურ მოცემულობაში გულისხმობ, იმიტომ რომ ის უკვე გაიზარდა, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს, თვითონ მოიფიქრებს, როდის რისი გაკეთება უნდა. ეცადეთ, რომ აი ეს ნაწილი თუ გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე აქტიური, ეცადეთ, რომ რაღაცნაირად დაამუშავოთ და რაც უფრო მშვიდად ისწავლით აი ეს ჩახსნას და ცოტა დისტანცირებას ადამიანებისგან, მით უფრო მარტივ იქნება თქვენთვის და მით უფრო დაფასებულიც იქნებით ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს არ ეხებათ ეხა მარტო მშობლებს, ეს ეხებათ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეს ვარიანტი აირჩიეთ, ზედმეტად არავის არ ჩაებღაუჭოთ ხოლმე ეს არის რა. ეს არის თქვენთვის, ასე ვთქვათ, პირველი ვარიანტი, გზავნილი, ხო? გზავნილი თქვენთვის. ტაროსგან რჩევა. საინტერესო იყო პირველი ვარიანტი. დამიწერეთ, აბა გამომეხმაურეთ, იმიტომ რომ აქ რაღაცა უფრო მეტად მშობლებისა და შვილის ურთიერთობა წამოვიდა და საინტერესოა თქვენი ასე ვთქვათ, მოსაზრება, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? და მიკომენტარეთ და თუ ვინმეს ჯერ არ გაქვთ არხი გამოწერილი, რა თქმა უნდა, უნდა გამოიწეროთ, რომ სხვა კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოებით შეხვდეთ ხოლმე ჩემი. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს ძალიან საყვარელი უდაბნოს ვარდი. თქვენ და რა ხდება, როგორი კარმა გაქვთ? და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაამუშავოთ? აქ ამ ვარიანტს რაც შეეხება, როგორი კარმა გაქვთ და გონია რომ წარსული ცხოვრება საკმაოდ სტრესული გქონდათ, ძალიან ბევრი სანერვიულო, ძალიან ბევრი გულის ტკენა, ძალიან ბევრი ღალატი. ისეთ რაღაცებს წააწყდით, რასაც შეიძლება ვფიქრობთ, რომ არ იმსახურებდით. შეიძლება ეს ასეც იყოს, შეიძლება არც იყო, ასე ვთქვათ, ესე მძაფრი ამბავი, მაგრამ თქვენ მიიტანეთ გულთან, იმიტომ რომ ბუნებით ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხალხი ხართ. თქვენი კარმა ახლა ამ სიტუაციაში როგორია ახლა? როგორია და რაღაცნაირად საერთოდ სხვა ხასიათს და სხვა პიროვნებას დემონსტრირებთ საზოგადოებაში და საერთოდ სხვანაირად გრძნობთ თავს რეალურად. არ გინდათ ეს რაღაცა გარედან ხელოვნურად მორგება იმის, რომ თითქოს ძალიან კარგად ხართ, ძალიან ბედნიერ. რაში გჭირდებათ, რომ ვიღაცებს რაღაცები უმტკიცოთ? ვიღაცებს კი არ უნდა უმტკიცოთ. ეცადეთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ეს ემოციური მდგომარეობა და თქვენ და გეტყვით როგორც. თქვენში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ძალიან ბევრი ემოცია გაქვთ დაგროვებული. ემოციური ტრავმები, მოუშუშებელი იარები, ეს ოღონდ ეს შინაგანად ემოციურად, სხრახმალი ხამ. სხვათა შორის ამ ვარიანტში კიდე რა ჩანს იცით, რომ შეიძლება გარემო რაშიც იზრდებოდით თუ ის სოციუმისა და სტრიალებდით აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიას გაწვდით და ასე ვთქვათ გარედან, ხო? და რეალურად თქვენი ხასიათი სრულიად სხვანაირია, ხო? ანუ პირობითად რო ავიღოთ, მაგალითად შეიძლება გქონოდათ რაღაცა კონკრეტული ნიჭი, მაგალითად ძალიან შემოქმედებითი ბუნების ხალხი შეიძლება ყოფილიყავით და თქვათ გარედან მოდიოდა ეს ჟესტი, რომ კაი გავიგე ყველაფერი, მაგრამ შენ კარგად უნდა ისწავლო, რაღაც თქვათ რაღაცაზე ამაზე ჩააბარო, ან ნუ ეხლა ან თუნდაც რაღაცა სტერეოტიპებით შეიძლება ცდილობდნენ თქვენი ხასიათის მოთოკვას და რეალურად თქვენ ბევრად უფრო თავისუფალი იყავით, უფრო ლაღი იყავით, ბევრად უფრო მხიარული, უფრო სოციალური და აი რაღაც აი თითქოს თქვენი შინაგანი სამყარო და გარე სოციუმი აი რაღაცა ერთმანეთთან ბალანსში ვერ მოკავს და იმიტომ ვერ მოკავთ ბალანსში, რომ რეალურად
თქვენ თვითონვე ჭქმალავთ, თქვენ თვითონვე ცდილობთ შეკვეცოთ თქვენი სურვილები, თქვენი ხასიათი, ის ვინც რეალურად ხართ და აი ეს გსტრესავთ. დაგროვებული გაქვთ აი ეს კარმა და გამოცდილება, სტრესის, ნერვიულობის, აი რაღაცა სხვათა შორის აი რაღაცა ბევრი დანაკარგიც შეიძლება რომ იყოს. დანაკარგი როგორც ადამიანების, როგორც ემოციის, როგორც ფინანსური, თუნდაც მაგრამ ეგ არის რა, უკვე ისე მიეჩვიეთ მაგ ყველაფრით ცხოვრებას, რომ აი სხვანაირად ვეღარც შეიძლება რომ წარმოგიდგინოთ, როგორ შეიძლება რომ ხდებოდეს, ხო? ანუ იმ შვიდი ცხოვრება, რას ნიშნავს, შეიძლება ვერც კი იჯერებდეთ, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს რა. იმდენად მიჩვეული ხართ იმას, რომ ერთი ამბავი დასრულდება, მეორე უნდა მოყვეს და მე ეს, იმიტომ რომ ეს პროცესი თქვენშია შინაგანად. და რა დაგეხმარებათ ახლა ამ ყველაფრიდან გამოსვლაში? დაგეხმარებათ ის, რომ თქვენი აი ეს ენერგია რამაც უნდა იმოძრაოს თქვენს ჩაკრებში, აქ სხვათა შორის მგონია, რომ ვიღაცებს ანჰატა, ან გულის ჩაკრაც შეიძლება რომ დაბლოკილი რა, ახლა მცლად ისეთ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ენერგია ისე თავისუფლად არ მიედინება, როგორც საჭირო უნდა იყოს, ასევე მეორე ჩაკრაშიც ესე მგონია. აი, ემოციებს ვერ გამოატარებთ თავისუფლად, იმიტომ რომ რაღაცები დააგროვეთ. და ზუსტად ეგ არის, რომ ახლა მესმის ყველაფერი ესე მარტივად და ესე სწრაფად შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ თქვენ თავს მესთ იმის უფლება, რომ რაღაც ახალი ჰობი შეიძინეთ, ისეთი, რაც გულწრფელად ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ. როგორ ვთქვათ, მიეცით თქვენ თავს იმის უფლება, რომ იყოთ ბედნიერი. დაიჯერეთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ. დაისახეთ მიზნები. ის, რაც დიდი ხანია გინდათ გაგეკეთებინათ და ვერ ბედავდით. და გააკეთეთ, უბრალოდ იცადეთ, რომ თქვენმა ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს. აი, ძალიან მცირე თქვენთაგანისთვის ანუ ეხლა ამის რჩევა და რეკომენდაცია ცოტა სახიფათოა და ალბათ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ აი რაღაც ესეთი ძლიერი ემოციების მომგვრელი და გამომწვევი რამე რო სცადოთ, ისეთი რაც თქვენში ადრენალინს გამოიწვევს. ეხლა სისწრაფეს რეკომენდაციას ვერ გავუწევ, მაგრამ ნუ არ ვიცი რამე ისეთი მოიფიქრეთ, რომ აი ეს ემოციები გამოხატოთ მაქსიმალურად რა. აი იცით როგორი ვარიანტია, რომ აი ადამიანს რომ უნდა რომ იკივლოს და ესე გამოუშვას ემოციები. არ ვიცი თუ ვინმეს რაიმე შემოქმედებითი უნარი გაქვთ, მაგალითად ხატვის, ხეზე თლის, აი ეს ლამაზ დეტალებს რო აკეთებენ ხეზე თლას, თუ როგორ ქვია დამავიწყდა. ხარ ვიცი რა ვიცი სამკაულები ააწყეთ რა. აი რაღაცა აი შემოქმედებითი ასპექტებით ძალიან დაგეხმარებათ თქვენ. როგორმე უნდა მოახერხოთ ის, რომ თქვენში გამოიწვიოთ აი ეს რაღაცა მძაფრი ემოციები, ოღონდ ეს რომ მოახერხოთ პოზიტიური კუთხით, რომ ეს რომ რაღაცა უფრო მეტად თქვენს ფსიქიკას რო ახსოვს, რომ ემოციები აუცილებლად ნეგატივთან უნდა ასოცირდებოდეს, ეხლა ასწავლეთ საკუთარ თავს, რომ ემოციები შეიძლება პოზიტიურიც განიცადოთ. მაგალითად, იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ, ხო? ეხლა შეიძლება რაღაცა ხა ძალიან ჯვრედღირებულ ნივთზე რა ვიცი ხა ხელი შეიძლება არ მიგიწვდებოდეთ პირობითად, მაგრამ რაღაცა ისეთი ეხლა ხო არსებობს, აი რაღაცნაირად თქვენ თვითონვე უნდა მოინდომოთ. ნახე, თქვენ თუ არ აიღებთ საკუთარ თავზე და თქვენს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას, აი ასე ქეჩოში ვერავინ ვერ ჩაკიდებთ და თქვენს გასაკეთებელს ვერავინ ვერ გააკეთებს. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაგხდით ბედნიერს, თუ ეს თქვენ თვითონ არ გინდათ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ იმსახურებთ აი ეგეთ ცხოვრებას.
და ხა შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ კაი, всё, მეც ვიცი რომ ვიმსახურებ, მაგრამ აბა არაფერი იცვლება, თქვენ უნდა შეცვალოთ. და იგეუბნებით, რითიც უნდა შეცვალოთ. რაღაცა გააკეთეთ, რითიც თქვენში მძაფ ემოციებს გამოიწვევს. ეხლა მე ვერ გავუწევ ვერავის რეკომენდაციას, რომ მანქანაზე დაждდეს და ჩქარა იაროს და ამით მიიღოს ადრენალინი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეხლა ცხენზე ჯირითი მაგალითად, თუნდაც შედარებით უფრო ესეთია ნაკლებად სახიფათო ან თუ ვინმეს ახლო-მახლოში გაქვთ რამე ესეთი ატრაქციონი არის, რაღაცა ესეთი, აი რაღაცით გამოხატეთ, გამოიტანეთ ეს ემოციები. ეს არის მეორე ვარიანტთან. რისი თქმაც შემეძლო ამ მომენტისთვის დალაიქეთ და კომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. ეხლა გადავდივარ მესამე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს ლაბრადორიტი. აი, ეთყობა რომ ფერებში გადადის. მეორე ამას არ ეთყობა ხოლმე და სუმწყინს. არა დესფრილობსი. კაი, მოკლედ. დაგავერთ. როგორი კარმა გაქვს დაგროვებული? და რა დაგეხმარებათ ამის გამოჯობესებაში. როგორი კარმა გაქვთ დაგროვებული და ჯერ ძალიან შრომის მოყოლი ადამიანები ხართ აქ. ძალიან მონდომებულები, ძალიან მიზანდასახულები. სხვათა შორის მგონია, რომ ფინანსურ ასპექტშიც ძირითადად უბრალოდ აქ გაქვთ ძალიან კარგი კარმა იმ თვალსაზრისით, რომ აი ყოველთვის ყველაფერს ძალიან პასუხისმგებლიანად, დისციპლინირებულად და მოწესრიგებულად ასრულებდით, ხო? თქვენი რაც იყო საქმე და მგონია, რომ აი ეს ამბავი რაღაცნაირად არა მარტო თქვენ, არამედ თუნდაც მე თქვენს შთამომავალობაზეც აისახება. არა მარტო პირდაპირ თქვა დატოვებული რაღაცა მატერიალური ნივთებით, არამედ ზოგადად აი ეს ხასიეთი, აი ეს განწყობა. აქ ხართ აი ძალიან აი ძალა აღმართს ხნავსო ანდაზარო, აი ეგეთი ხალხი ხართ, ძალიან მიზანდასახულები. არ არსებობს მიზანი, რომელიც შეიძლება რომ დაიზახოთ და ის ვერ გააკეთოთ, იმიტომ რომ აი ძალიან მონდომებული ხალხი ხართ აქ. სხვათა შორის აქ შეიძლება იყოთ სატურნი, კუროს ადამიანები. აი მაგ მდებარეობის ხალხი. ვისაც ნათაური გაკეთებული გაქვთ. აი თან როგორი ადამიანები ხართ და აი ნაბიჯ ეტაპობრივად რომ აღწევდით რაღაცებს, აი ხوارენ ადამიანები რომლებიც უბრალოდ სამსახურის დაწყება მოუნდათ და ან რამდენიმე წელი რომ ერთ და იგივე ადგილას მუშაობენ, ან ესე ნეპოტიზმიდან გამომდინარე რომ პირდაპირ რაღაცა ესეთ ჩახტუნებენ ხოლმე და ჩაასკუპებენ ხოლმე ცოტა ესეთ მაღალ პოზიციაზე. არა. თქვენთან ეგრე არ არის, აი ნაბიჯ ეტაპობრივად საფეხურებრივად მიდიოდით წინ, ეხლაც ეგრე ხართ, თუ რამე გაგაჩნიათ, ყველაფერი არის თქვენი შრომით მიღწეული, ყველაფერი არის თქვენი მონდომების შედეგი და საერთოდ ეხლა მგონია, რომ აი თუ კი რამე გაქვთ, აი მართლა თქვენით. კი ეხლა შეიძლება ვიღაცას რაღაცა ხელი წაეკრა და წაგხმარებოდათ, მაგრამ აი მარტო მოდიხართ, მარტო აკეთებთ ყველაფერს და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა შეგიძლიათ თქვენ თავზე აიღოთ, იმიტომ რომ გამოცდილებაც ბევრი გაქვთ. აქ ხართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდულ წლებში, აი ბავშვობიდანვე როზარდასრული ადამიანები არიან ეგეთი ხალხი და თუ ვინმე ასაკით ახალგაზრდა ადამიანი მიყურებს, შეიძლება ასაკთან შედარებით ბევრად უფროსი იყოთ, ბევრად უფრო დიდი იყოთ, დიდი, ნუ ხა ესე ვიცახი რა მენტალურად. ხო, ანუ თქვენ შემთხვევაში მართლა ესეთი დადებითი კარმა აისახება ამ ნაწილში და რა დაგეხმარებათ ამ კარმის გაუმჯობესებაში და
დაგეხმარებათ ის, რომ კიდევ უფრო მეტად თუ შეძლებთ, რომ გამოხატვა ისწავლოთ საკუთარი თავის და კიდევ უფრო მეტი ამბიციით თუ იქნებით ცხოვრებაში და აი ესე რომ მიზანს დაისახავთ, დიახაც მინდა და გავაკეთებ და ამაზე კიდევ უფრო მეტს ვიმსახურებ და შემიძლია, აი ამ განწყობით თუ წახვალთ, ხომ ცალთ უკეთესი. აი მაგალითად რას გულისხმობ, იცით? პირობითად ავიღოთ ვიღაცა ადამიანი, რომელიც მუშაობს სალონში და თმას ჭრის, ხო, ადამიანს ბევრი წელია და არის ძალიან კარგი სპეციალისტი. აი სხვის, ასე ვთქვათ, დაწესებულებაში კი აღარ იმუშაოთ, თქვენი საკუთარი შექმნით, იმიტომ რომ აი ეგ არის, რა დაგეხმარებათ ამ კარმის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში და ზუსტად ეს, რომ მეტად ამბიციურები გახდით, მეტად საკუთარი თავის გამოხატვას დაუთმეთ დრო და სხვისი მიზნები და ამბიციები კი აღარ შეასრულოთ, როგორც ეს ხდება, ან დასაქმებული კი აღარ იყოთ სხვის სამსახურში, თქვენ თვითონვე გახდით. რაღაც ახლა აუცილებელი არ არის რომ მაინც და მაინც ახლა ყველა რა ვიცი ისინი გახსნას რა ქვია კლინიკები, სალონები და რაღაც. ანუ მე მინდა სწორად მიხვდეთ ის, რასაც უგულისხმობ რა. ანუ მეტად ცოტა უფრო მეტი უნდა მოინდომოთ, იცი რა მხრივ რომ შეგიძლიათ ეგ რეალურად რა. და რატო უნდათ კეპნოთ ერთ ადგილას დიდი ხანი, როცა პერსპექტივა გააქვთ და სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ეგ შეგიძლიათ და მარტო შეგიძლიათ კი არა, მოგეთხოვებათ კიდეც რომ გაკეთოთ. ნუ აი რაღაცა ძალიან მარსი ლომის ტიპაჟის ადამიანები რა, ანუ აი გჭირდებათ რომ ეგეთ ენერგიებში გადახვიდეთ. მეტი აქტიურობა, მეტი ამბიციურობა, მეტი და მეტი მოსთხოვეთ თქვენ თავს, იმიტომ რომ შეგიძლიათ. აი ამ ვარიანტში ადამიანები არასოდეს არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით. ანუ კი რაღაცას რომ მიაღწევთ საკუთარი თავის შეაქეთ, რატომაც არა, მაგრამ სულ იყურეთ წინ. რომ აი ეხლა გავიგე რომ ამას მივახციე, ძალიან კარგია, მიხარია ყოჩახ ჩემოთავ, მაგრამ ეხლა რა შემიძლია ამის მერე რომ ვაკეთო? აი სულ ამ ტემპში იყავით. აი თქვენ ისეთი ხალხი ხართ ეხლა აქ რო გიყურებთ, რომ აი არასდროს არ უნდა გაჩერდეთ მართლა. არასდროს სულ უნდა იყოთ მოძრაობაში. თქვენ ეგ გჭირდებათ. სულ უნდა იმოძრაოთ. საათივით. მე იმას კი არ ვამბობ, რაღაცა ვორკოჰოლიკები გახდეთ და არასდროს არ დაისვენოთ, რა თქმა უნდა, კიდეც უნდა დაისვენოთ და თქვენ თავსაც უნდა მისცეთ ხოლმე იმის უფლება, რომ განიტვირთოთ, რატომაც არა. მაგრამ აი სულ იყავით წინსვლაზე და უფრო მაღალ ეტაპებზე ორიენტირებული. აი ეგ გჭირდებათ თქვენ. ჩემო ძვირფასებო, ახლა დაგემშვიდობოთ. ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი კომენტარები. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი სტიმულია ხოლმე, როცა ვხედავ თქვენს უკავშირს. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, წინასწარ უნდა მომწეროთ, შევთანხმდეთ დროზე, რომ მე თქვენ არ დაგწყვეტ გული, რომ არ შეგხვდეთ, ასე ვთქვათ. ამიტომ ნომერზე 511-91-78 დროულად უნდა მომწეროთ ხოლმე. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერებას. აბა ნახვამდის.